მოგესალმებით, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ეზეკიელის წიგნზე და დღევანდელი განხილვის თემა იქნება წინასწარმეტყველის მიერ დაწერილი წიგნის მე-12 თავი, რომელშიც კვლავ ახალი სიმბოლური მოქმედებაა გადმოცემული. ჩვენ თავის დროზე, როდესაც მე-4-მე-5 თავებს განვიხილავდეთ ეზეკიელის მიერ აღწერილი მოძღვრებისა, შევნიშნეთ, რომ ეზეკიელი გამოირჩევა იმ სიმბოლური მოქმედებებით, რაც ძველი აღთქმის ეპოქისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და უფალი ხშირად მიმართავს ასეთ ხერხს საკუთარი გამორჩეული მოღვაწეების საშუალებით, რათა საზოგადოებას შეამეცნებინოს რაღაცა კონკრეტული მოვლენა. აქ შეგვიძლია თეოდორე ტეკვირელის შესაბამისი განმარტება მოუშველიოთ, თუ რატო იყო აუცილებლობა იმისა, რომ ასეთ უცნაურ ფორმებს გამოიყენებენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მოძღვრების გადმოსაცემად, ესე იგი საუბარია სიმბოლურ მოქმედებებზე და როგორც კვირელი მოძღვარი შენიშნავს, მიზეზი ამ ყოველისა გახდათ ის, რომ როდესაც უფალი უგრძნობლობით შეპყრობილ საზოგადოებას მიმართავდა, საუბარია წინასწარმეტყველთა საშუალებით მიმართვაზე და ეს ადამიანები არაფერს უგდებდნენ ყურს, არაფერს იმეცნებდნენ და არანაირი სურვილი, ესე იგი მოსმენისა, გაგონებისა და დაჯერებისა არ გააჩნდათ. ამ შემთხვევაში სხვა ხერხს იყენებდა და ეს ხერხი სწორედ სიმბოლური მოქმედების სახით არის წარმოჩენილი, რადგან თუ კი სიტყვა არ ჭრიდა ხშირ შემთხვევაში საზოგადოების წინაშე, ეს მოქმედებები, სიმბოლური მოქმედებები ისეთი უცნაურობებით გამოირჩეოდა, რომ საზოგადოების ყურადღება ბუნებრივად მიიპყრობოდა აი ამ ადამიანთაგან, ესე იგი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთაგან და შესაბამისი მოქმედების შემდგომ ისინი ყოველთვის მოაყოლებდნენ შესაბამის განმარტებას, თუ რას ნიშნავდა ესა თუ ის უცნაური მოქმედება მათ მიერ აღსრულებული და ამ შემთხვევაში, როგორც ვთქვით, ეზეკიელის წიგნის მე-12 თავზე გვექნება ლაპარაკი. და მასშიც ასევე ძალიან დიდი უცნაურობით გამორჩეული მოვლენა აღწერილი. კერძოდ, ესე იგი ისტორია ასეა გადმოცემული, იერუსალიმის დაცემამდე დარჩენილი არის სულ რამდენიმე წელი, დაახლოებით 3 წელი. და ეზეკიელი უფლისაგან მიიღებს მითითებას, რათა ასეთი მოქმედება აღასრულოს. იმ ქალაქში, რომელშიც იგი იმყოფება, ქალაქ თელ-ავივში და კონკრეტულად იმ სახლში, რომელშიც ცხოვრობს წინასწარმეტყველი საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ცოლთან ერთად, ეზეკიელი მიიღებს მითითებას, რომ მან კედელში გააკეთოს ნახვრეთი. ეს ხდება, ესე იგი, დღის განმავლობაში, მანამ სანამ დღეა. ამავდროულად ეზეკიელს ეძლევა მითითება, რომ საკუთარი ბარგი, ესე იგი საკუთარ სახლში არსებული ბარგი შეკრას და კარების საშუალებით გაიტანოს და დადოს საკუთარი სახლის წინ. ამის შემდეგ უკვე ეზეკიელს ეძლევა ახალი მითითება, მან უნდა დაიცადოს დაღამებამდე, ესე იგი საღამომდე, დაბინდებამდე, ასე შეიძლება ითქვას და სწორედ კედელში გაკეთებული ნახვრეთით და არა კარით უნდა გავიდეს საკუთარი სახლიდან. შემდეგ უნდა მოიკიდოს მხარზე ის ბარგი, რომელიც კართან არის განთავსებული, ესე იგი საკუთარი სახლის კართან არის განთავსებული და ერთი სახლიდან მეორე სახლში უნდა დაიწყოს მსვლელობა. ესე იგი, აქვე დავაკონკრეტოთ, წინასწარმეტყველ ეზეკიელს ეძლევა მითითება გადასახლებისა, ესე იგი, იმ სახლის დატოვებისა, რომელშიც იგი თავდაპირველად ცხოვრობდა და სხვა სახლში გადასვლისა, რომელსაც ამ შემთხვევაში მას უფალი მიუთითებს. წინასწარმეტყველმა ეს ყველაფერი ბუნებრივია დეტალურად აღასრულა, მან კედელში ნახვრეთი გააკეთა, დაბინდებისას, დაღამებისას ამ ნახვრეთის საშუალებით დატოვა საკუთარი სახლი, აიკიდა მხარზე ის ბარგი, რომელიც გარეთ სახლის კართან იყო განთავსებული და ახალი მითითება, რომელიც მას მიეცა მსვლელობისას, ესე იგი ერთი სახლიდან მეორე სახლში გადასახლების პროცესის აღსრულებისას, ეზეკიელმა საკუთარ თვალებზე ხელები უნდა მიიფაროს. ესე იგი, მან ისე უნდა იმოძრაოს და შესაბამის ადგილამდე ისე უნდა მიაღწიოს, რომ ფიზიკურად მისი მზერის წინაშე, ესე იგი მისი მხედველობის წინაშე არც ერთი მონაკვეთი არ უნდა წარმოჩნდეს. ესე იგი, მან როგორც ბრმამ, როგორც თვალისჩინის არ მქონემ, ისე უნდა მიაღწიოს იმ სახლამდე, სადაც მას გადასახლება ეუწყა უზენაესისაგან. აი ეს არის მთელი სიმბოლური მოქმედება, რასაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი ასრულებს. თუმცა, თუ ჩვენ საეკლესიო განმარტებებს არ წავიკითხავთ, ბუნებრივია, რომ სრულიად გაუგებარი იქნება მიზეზი, მიზანი, თუ რატომ აკეთებს ამას. ესაპიროვნება თუ რატომ უთითებს მას უფალი ამ დაგვარ მოქმედებას. რაც შეეხება განმარტებას ამ მოვლენებისას, ეკლესიის მამათა კომენტარების მიხედვით, ეზეკიელის მიერ აღსრულებული ეს უცნაური სიმბოლური მოქმედება დაკავშირებული არის ისევ და ისევ იერუსალიმის ბედთან, რომელიც 586 წლის ღამეს იწვნია იუდეველთა დედაქალაქმა. და მოვლენები ასე ვითარდებოდა, ამჯერად უკვე გადავიდეთ მცირეოდენი დროით წინ 586 წლის იმ ცნობილ ღამეზე, როდესაც იერუსალიმი დაეცა წელიწად ნახევრიანი ალყის დასასრულს, ჩრდილოეთის მხრიდან დიდი ლოცვატყორცნი მანქანიდან გასროლილმა ქვამ, უზარმაზარმა ლოდმა იერუსალიმის კედლის ჩრდილოეთ ნაწილი ჩამოანგრია,
იოსებ ფლავიუსის ცნობის თანახმად ეს არის შუაღამე, როდესაც არავინ ასეთ მასიურ შემოტევას მტრისას არ ელოდა იერუსალიმში, თუმცა მეორე მხრივ თავად იუდეველებიც ისე იყვნენ მოუძლურებულნი ამ ხანგრძლივ ალყის გამო, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არავის ჰქონდა, საბოლოო ჯამში ყოველივე ეს გაერთიანდა, ესე იგი მოულოდნელი თავდასხმა და ამავდროულად უძლურება იუდაური ჯარისა და ბაბილონელები ძალიან მარტივად აღმოჩნდნენ დედაქალაქში, ანუ იერუსალიმში. შიგნით მოვლენები ასე ვითარდება. უკლებლივ ყველას, ვისთანაც ჯარისკაცები შეხებაში არიან, ისინი ხოცავენ, დაუნდობლად ხოცავენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნაბუქოდონოსორის გეგმის თანახმად დედაქალაქი ებრაელებისა ძალიან მარტივად უნდა ყოფილიყო აღებული, სულ რაღაც ერთ კვირაში უნდა აეღო ქალდეელთა ძლევამოსილ მეუფეს ებრაელთა მშობლიური ქალაქი, დედაქალაქი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა და როგორც აღნიშნეთ, წელიწადნახევრის მანძილზე გაგრძელდა ალყა. აი სწორედ ამ ხანგრძლივობამ სამხედრო მოქმედებებისა ისე განარისხა ქალდეველი მეფე და ამავდროულად ჯარისკაცები, მისი ჯარისკაცები, ქალდეული არმია, რომ ქალაქში შესვლის თანავე მათ ფხისიერად დაიწყეს მოგვტვინება განურჩევლა დასაკისა და სქესისა ებრაელების. აი ამ ვითარებაში მეფე სედეკიას, იუდეელთა უკანასკნელ მეფეს აუწყებენ, რომ ქალაქი უკვე დაეცა, იერუსალიმი დაეცა, წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მეფემ თავი დააღწიოს დედაქალაქს იმისათვის, რათა ბაბილონელ ჯარისკაცებს ხელში არ ჩაუვარდეს, რადგან თუ კი იგი დაპატიმრებული იქნება ქალდეველთაგან, უმკაცრესი დასჯა ელოდება, უმკაცრესი სასჯელი ელოდება, ვინაიდან მან ყველანაირი პირობა უწინარეს დადებული ნაბუქოდონოსორთან დაარღვია და ბუნებრივია ქალდეველი მეფე მას ასე მარტივად აი ამ ესე იგი დაუმორჩილებლობასა და ურჩობას არ შეარჩენდა. გამოსავალი მოიძებნა შემდეგნაირი, ვინაიდან ყველა კარიბჭესთან განთავსებული არის ბაბილონური ჯარი და ვერცერთ კარიბჭეს მეფე ვერ გამოიყენებს იმისთვის, რათა ქალაქიდან გავიდეს, მათ მიმართეს სხვა ხერხს, კერძოდ იერუსალიმის სამეფო სასახლესთან, იერუსალიმში აშენებულ სამეფო სასახლის ბაღის ბოლოში, კედელში განთავსებული იყო საიდუმლო კარები, რომლითაც შეიძლებოდა ქალაქიდან გასვლა. ბუნებრივია ბაბილონურმა არმიამ ამ კარების თაობაზე არაფერი უწყოდა და გარეთ არც არავინ იდგა, ესე იგი ამ კარების იქით არავინ ელოდებოდა გამომსვლელს ქალაქიდან და მეფე სედეკიამ სწორედ ამ კარის საშუალებით გააღწია ქალაქს. მასთან ერთად იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, მისი ცოლი, მისი შვილები, მისი გარემოცვა, ესე იგი ის ადამიანები, რომლებიც იუდეის სამეფოს მართავდნენ ამ პერიოდისთვის, მე-6 საუკუნის პირველ ნახევარზეა ლაპარაკი, მათი მცდელობა არის, რომ როგორმე დააღწიონ იუდეის სამეფოს საზღვრებს თავი და გადალახონ მდინარე იორდანი და გადავიდნენ ამონის ან მოაბის მიმართულებით და ესე იგი მეზობელ სახელმწიფოებში შეაფარონ თავი. თუმცა იერიქონის დაბლობთან, როგორც ეს ბიბლიურ წიგნებში არის აღწერილი, ბაბილონელები დაეწევიან გაქცეულებს, ესე იგი სედეკიასა და მის გარემოცვაზეა ლაპარაკი, მხოლოდ რამდენიმე პიროვნება შეძლებს ალყის გარღვევას და თავის დაღწევას, აი ამ ჩასაფრებიდან მეფესა და მის გარემოცვას უდიდეს ნაწილს ოჯახის წევრები თუ დააპატიმრებენ და ჩაიყვანენ ქალაქ რიბლაში, სადაც იმყოფება მეფე ნაბუქოდონოსორი. ქალაქ რიბლაში სედეკიას სამსჯავროს მოუწყობს ქალდეველი მეუფე, სედეკიასა და მის ოჯახის წევრებსა და ესე იგი მხლებლებს, იუდეველ იერარქებს. აი ამ სამსჯავროს შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა რამდენიმე ასეულ კაცია ლაპარაკი მოგვტინებული იქნას და ეს ასეც აღსრულდა. ყველა სედეკიას თანხმლებ პიროვნებას სიკვდილით დაისაჯა, მათ შორის სიკვდილით დასაჯა ნაბუქოდონოსორმა სედეკიას მეუღლე და შვილები და ერთადერთი ადამიანი, ვიზეც ბრჭყალებში წყალობა მოიღო ნაბუქოდონოსორმა, ეს გახლავთ სედეკია. თუმცა მიუხედავად იმისა, სიკვდილით არ დაუსჯია იუდეელთა უკანასკნელი მეფე, მის მიმართ გამოიყენა სასჯელის სხვა ფორმა, გამოთხარა თვალები, ესე იგი დასთხარა თვალები იუდეელთა მეფეს სედეკიას და თვალებ დათხრილი სედეკია გაუყენა გზას იუდეიდან ბაბილონისკენ და როგორც საეკლესიო გარდამოცემები გვაუწყებენ, ბაბილონში გადასახლებული იძულების წესით ჩაყვანილი მეფე რამდენიმე რაღაცა პერიოდში ახლო, ესე იგი მომავალში გარდაიცვალა კიდევაც. აი ეს ისტორია გავიხსენეთ გამომდინარე იქიდან, რომ ეზეკიელის მიერ აღსრულებული სიმბოლური მოქმედება თავის თავში მოიცავდა უწყებას იმის თაობაზე, თუ როგორ აღსრულდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები 586 წლის ღამეს, იმ ღამეს, როდესაც დაეცა ქალაქი იერუსალიმი. კერძოდ წინასწარმეტყველი ეზეკიელი მოცემულ ვითარებაში განასახიერებს მეფე სედეკიას, რომელიც არა კარიბჭეებით, არა კარებით ტოვებს დედაქალაქს, არამედ საიდუმლო გასასვლელით. სწორედ ამ მიზანდასახულობით ეზეკიელი აკეთებს ნახვრეთს კედელში და კედლიდან გამოდის, კედლიდან აღწევს
საკუთარ სახლს თავს, გადასახლების პროცესი, ანუ ეზეკიელის მიერ საკუთარი სახლის დატოვება და სხვა სახლში გადასვლა, ეს არის გზა, რომელიც განვლო მეფე სედეკიამ, ანუ იუდეველთა უკანასკნელმა მეფემ, იუდეიდან ბაბილონამდე და აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, თუ რა გააკეთა გზაში ეზეკიელმა საღვთო მითითებით, მან თვალებზე ხელი აიფარა და აი ასეთი ფორმით, ესე იგი დაბრმავებული ფორმით შეიძლება ითქვას მიაღწია იმ სახლამდე, სადაც მას უფალი მიუთითებდა გადასახლებას. ამ შემთხვევაში ისევ დაუბრუნდეთ იმ ისტორიას, რასაც ვილაპარაკეთ, მეფე სედეკია ნაბუქოდონოსორის მიერ დაბრმავებული გზას ბაბილონისკენ იმდაგვარად გაივლის, რომ ის ვერაფერს ხედავს და წინასწარმეტყველი ეზეკიელი, ესე იგი სიმბოლური მოქმედების ამ სახით აღსრულებელი თავის თავში გამოსახავს იმ ტრაგიკულ ბედს, იმ უმძიმეს განსაცდელს, რაც ესე იგი იუდეის სამეფოს ქალაქ იერუსალიმს და უფრო მეტად თუ დავკონკრეტდებით, უშუალოდ მეფე სედეკიას დაუკავშირდა და სწორედ ამ ფორმით ცდილობს შთააგონოს გადასახლებაში მყოფ იუდეველებს და ასევე სამშობლოში დარჩენილ ებრაელებს, რომ წინააღმდეგობა ბაბილონური იმპერიის ესე იგი მიმართ რაიმე კეთილ შედეგს არ გამოიღებს და პირიქით ყოველივე ეს დასრულდება იმით, რომ უმძიმესი განსაცდელები დაატყდება თავს როგორც სამეფო ოჯახს, ასევე ზოგადად იუდეის სამეფოს. აი სწორედ ეს მოვლენები იყო გაცხადებული მე-12 თავში გადმოცემულ სიმბოლურ მოქმედებაში. დღევანდელ ჩვენს გადაცემას აღნიშნული უწყებით დავასრულებთ მომავალ შეხვედრამდე.